ბაჩუ ახალაიას ადვოკატს გიორგი ონიანს ბრალი ოფიციალურად ეგრეთ წოდებული მოდულის შენობაში წარადგინა. ონიანს გამოძიება გლდანი ნაძალადევის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების ფალსიფიკაციას ედავება. რაც შეეხება სამსახურეობრივ სიყალბეს, ეს მუხლე გიორგი ონიანს მოეხსნა. მისი ადვოკატის მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით ამ საქმეში მტკიცებულება ონიანის ბრალეულობის შესახებ არ არსებობს. ველიჯანაშვილი იმედოვნებს, რომ სასამართლო გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს. გამოვაკლდა მხოლოდ ერთი სამსახურებრივი სიყალბე და რაც შეეხება უფლებამოსილების გადამეტებას, დაკავებას და მტკიცებულის ფალსიფიკაციას, ისევ დარჩა არანაირი მტკიცებულება არ არის მითითებული საქმეში, გარდა 5 ადამიანისა, რომელიც თავის დროზე ვინც ეს ხალხი დააკავა, იძლეოდნენ ისეთ ჩვენებას, რომ ამ ადამიანს ამხელდნენ დანაშაულში. აქედან გამომდინარე დარწმუნებული ვართ, რომ ეს საქმე აუცილებლად აი ამ საქმე ჩამოიშრება და დადგება გამამართლებელი განაჩენი.